განცხადებაში, რომელიც ამჯერად წერილობითი იყო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ კვლავ უხილავ ბრძალა ეგრეთ წოდებული Deep State-ის ქართული ოცნების წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლაზე ისაუბრა. დავალებები გარედან, აგენტურა, ლგბტ პროპაგანდა, ომი. მორიგ განცხადებაშიც უხვად იყო ჩამოთვლილი. ყობახიძემ ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ამ ყველაფრის გასამყარებლად შეერთებული შტატების უსაფრთხოების ხელმძღვანელის ტულსი გამბარდის მიერ მოძიებული საკითხები მოიშველია. ამ მტკიცებულების მიხედვით ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარების შესახებ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბარაკ ობამამ ეგრეთ წოდებული Deep State-ით ააგორა ყალბი კამპანია. ყობახიძე ამასვე უკავშირებს ქართული ოცნების პოლიტიკასთან დაკავშირებულ საგარეო რეაქციებს. სხვადასხვა ქვეყანაში ოპონენტებისთვის პრორუსულობის იარლიყის მიწებება Deep State-ის კარგად აპრობირებული ხელწერაა. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრორუსული იარლიყის მიწებებას ერთადერთი მიზეზი აქვს. ჩვენ არ მოქმედებთ გარე დავალებებით. ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან. ვიცავთ სუვერენიტეტს, არ დავუშვით LGBT პროპაგანდა და არ ჩავერთეთ ომში. პრორუსულობის მტკიცებულებების წარდგენით არც ჩვენთან შეუწუხებია ვინმეს თავი. Deep State-ის პროპაგანდის მძლავრი ხაზი მუშაობს მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ქართული ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ევროკავშირი სუვერენიტეტის წართმევას გვიპირებს. თუ ქვეყანა 27 წევრი ქვეყნისგან შემდგარი პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკის საერთო იდეალებს გაიზიარებს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ევროკომისიის არცეთ მოთხოვნას არ შეასრულებენ, თუნდაც ამას უვიზოდ მიმოსვლის პრივილეგიის გაუქმება მოხვეს. ცდილობენ, რომ საზოგადოება დააშინონ და მათ შორის მონაპოვარი ვიზა ლიბერალიზაცია, რომელიც ქართული ოცნების გუნდის მონაპოვარია, დამსახურებაზე დაფუძნებული მონაპოვარია, იმუქრებიან, რომ ამ ყველაფერს გაგიქრობთ, იმიტომ რომ თქვენ ხელს არიგებთ ოჯახურ ღირებულებებზე და სხვა მთელ რიგ ცვლილებებზე, რომელიც ისევ და ისევ ქართული ხალხის ინტერესია. საკანონმდებლო ცვლილებები, რა თქმა უნდა, ვერ გადაიხედება. ძალიან მარტივ რამეს ითხოვს სუვერენიტეტის დათმობას. ჩვენ ვამბობთ, რომ ვერანაირი სიკეთე ვერ გადაწვნის ჩვენ სუვერენიტეტს თავისუფლებისადმი, სწრაფვას ეროვნული თავისუფლებისადმი და არა ეფემერული თავისუფლებისადმი და ასევე ჩვენ უსაფრთხოებაზე ზრუნვას. რუსეთი უმეობა ყოფილა, ჩვენ ეროვნული ინტერესებს ვიცავთ ჩვენი მომავლის თვალსაზრისით. როდესაც უარი ვთქვით, თქვათ, LGBT პროპაგანდაზე, სქესის შეცვლის ოპერაციების გაკეთებაზე და იგივე რაღაცები რო გააკეთა ტრამპმა, ამაზე ხმას კი არ იღებენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური პროპაგანდა ისე აირია, რომ საზოგადოებას სხვადასხვა შიშებზე არათანმიმდევრულად ესაუბრებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ევროკავშირის და ქართული ოცნების თავსებადობა შეუძლებელია. ქართული ოცნება უნდა ჩამოყალიბდეს ბრიუსელი რას თხოვს ქართველი კაცების გათხოვებას თუ ომში დახოცვას. ჯერ ამაზე ჩამოყალიბდნენ და მე ვეცდები პასუხი გავცე, იმიტომ რომ ყოველდღე ცვლიან ჩვენებას. თუ კი ვინმე არ არის არაფერ შუაში ევროკავშირთან არის ქართული ოცნება. ძალიან მარტივად დგას საკითხი, თუ კი ქართული ოცნება არ მართავს საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენი გზა ევროპისკენ არის ხსნილი. იქამდე სანამ მათ აქვთ მიტაცებული კონსტიტუციური გადატრიალების გზით ხელისუფლება, მანამდე საქართველოს არავითარი შანსი არ აქვს ევროპულ გზაზე. ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის უდიდესი უმრავლესობა არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის მომხრე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. ამიტომაც ქართველი ხალხის მუდმივი ინტერესი იქნება ევროპულ ოჯახში ყოფნა. პარალელების გავლება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან არის აბსოლუტურად არარელევანტური და აცდენილი დროსა და სივრცეში. ახლაც შემოაქვთ დღის წესრიგში ეს Deep State-ის თემა, ომის თემა, მშვიდობის საკითხები, აი ამ ყველაფერს იყენებს ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ. ქართული ოცნება არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ქართველი ხალხის უდიდესი მონაპოვარი, რაც არის ვიზა ლიბერალიზაცია და ამას მხოლოდ და მხოლოდ აკეთებენ იმისთვის, რომ საკუთარი კომფორტი არ დათმონ. ევროკომისია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლისთვის 8 მოთხოვნას უყენებს. ქართული ოცნება ჯერჯერობით მათ შესრულებაზე უარს ამბობს. საპასუხოდ შესაძლოა ბრიუსელმა 27 ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ მიმოსვლა შეაჩეროს. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს ჯორჯია.